ვარ ლაშა როინიშვილი, ასევე ინტერნეტ ცივრცეში ცნობილი როგორც აირონ ლაშა, ვარ პროფესიონალური სპორტსმენი. ხატვა არის აბსოლუტურად განსაკუთრებული მიმართულებით ჩემ ცხოვრებაში. ეს არის ალბათ ჩემთვის შესაძლებლობა, რომ გავუჩინარდე ყველა იმ სხვა სფეროდან, რომელშიც მე ვარ და რომელთაც მე მიცნობი. მისი ყოველდღიურობა ორ განსხვავებულ სამყაროს აერთიანებს. ერთ მხარეს დარბაზი, სადაც ოფლი, დისციპლინა და მუდმივი ბრძოლაა საკუთარ თავთან. მეორე მხარეს ტილო, ფუნჯი და ფერები, სადაც ემოციები სხვა ფორმას იღებს. ერთი შეხედვით ეს ორი სამყარო ერთმანეთისგან შორსაა, მაგრამ მის ცხოვრებაში ისინი ერთმანეთს ავსებენ. ეს არის აბსოლუტურად შემიძლია შევადარო ვარჯიშს, როდესაც უნდა გახურდე, შეხვიდე რაღაც ტრანსში, ზუსტად ეგრე ხდება ხატვაშიც, მე თავიდან ხურდები, ფერებთან მუშაობ, სანამ თვალი არ იწყებს სხვანაირად აღთქმას ფერების და უკვე ამის შემდეგ იქმნება ნახატი. ნებისმიერი საქმიანობა ადამიანის გამოხატავს მის შინაგან სამყაროს, ეს იქნება კრივი, ეს იქნება ხატვა, ეს იქნება ნებისმიერი სხვა სფერო და ეს გამოხატავს იდეალურად თუ ამაში ადამიანებს სიყვარულს. ჩემთვის არის ყველა ნახატი განსაკუთრებული, რადგანაც სხვადასხვა ჩემი ცხოვრების ეტაპებთან არის დაკავშირებული და პერიოდთან, რომელიც ძალიან მიყვარს, ეს არის კოპია, რომელიც მე გავაკეთე რუბენსის ჰერკულესზე და ნემეის ლომი. ეგ ჩემთვის არის ნახატი, რომელიც აჩვენებს ძალას, ადამიანის ძალას და ამ შერკინებას ადამიანის და ბუნების შორის. როდესაც ვარჯიშობს, თითოეული მოძრაობა მიზნისკენ გადადგმული ნაბიჯია. ეს არის პროცესი, სადაც სხეული და გონება ერთ რიტმში მუშაობს. ხატვის დროს კი ყველაფერი ნელდება. ფუნჯის თითოეული მოძრაობა თითქოს იმ ემოციებს აჩენს, რომლებიც სპორტის დროს ჩუმად გროვდება. სპორტი მას ასწავლის დისციპლინას, ხატვა კი თავისუფლებას. დარბაზში ის საკუთარ საზღვრებს ამოწმებს, ტილოზე კი საკუთარ სამყაროს ქმნის. ძალიან საინტერესო შედარება შემიძლია მოვიყვანო იმისთვის, რომ დაიწყო ხატვა, რომ გადადგა პირველი ნაბიჯი, ფუნჯი ამოძრავ, ამისთვის არის რაღაცნაირი სიმამაცე საჭირო, რომ გადაწყვიტო, რომ შენ შეგიძლია დიდი ნახატის შექმნა. ზუსტად მსგავსი სიმამაცე არის საჭირო ბრძოლებში, რომ გააკეთო ილეთი, რომ გააკეთო დარტყმა, ამიტომ მსგავს შეგრძნებას მაინჭებს. ყველაზე განსაკუთრებული შეგრძნება არის, როდესაც რინგში შედიხარ. განსაკუთრებით ვიტყოდი ამას მუშტიკრივზე, რადგანაც ორი ფაქტორი არის, ეს არის შიშველი მუშტებით ბრძოლა, რაღაც ძალიან ველური და რაღაც ძალიან ისეთი ბუნებრივი და მეორე ეს არის აბსოლუტური შიში, რადგანაც შენ უნდა გადალახო ეს შიშის შეგრძნება. იქ სადაც ძალა და სენსიტიურობა ერთმანეთს ხვდება, იბადება სრულიად განსხვავებული ისტორია. ისტორია სპორტსმენზე, რომელიც მხოლოდ გამარჯვებისთვის არ იწვის. ის ეძებს ბალანსს ძალასა და ემოციას შორის. მე მელოდება ბრძოლა კამარზე, მე გავხდი პირველი ნომერი აბსოლუტური კატეგორიის მუშტიკრივში საქართველოში. ვფიქრობ, რომ ვაკეთებ ნაბიჯებს წინ და ეს ძალსახად ჩანს ჩემი ბრძოლებით. ჩემი ამოცანა დღესდღეობით ეს არის საქართველოში ორ კატეგორიაში კამრის ფლობა და შემდეგ მუდმივი კონტრაქტის მოწერა BKFC-ში და BKFC-ის კამრის წამოღება საქართველოში. მისთვის არც სპორტი არის მხოლოდ სპორტი და არც ხატვა უბრალოდ ხელოვნება. ეს არის გზა, სადაც ადამიანი საკუთარ თავს ორი განსხვავებული ფორმით გამოხატავს.